მე ვარ მილენა მამოლაძე 10 წლის. სწავლობ თხილნარის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და დიასახლისობა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი გოგოს ხატვა, ბიჭის ხატვა, სახლის დახატვა, მზის დახატვა, ცის დახატვა, ყვავილების დახატვა და ბუნების დახატვა. ყველაზე ძნელია ბიჭის და გოგოს დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს წითელი. ზოგ ჩემ ნახატს ვაგროვებს და ახლა მაქვს 10 კარგი ნახატი. ერთი გამოვიდა განსაკუთრებით ლამაზი. ამ ნახატზე ხატია ბუნება და ყვავილები. ნახატები არ გამეყიდია და მინდა გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. მე ფული როცა მაქვს ძირითადად ხარჯავ საკანცელარიო ნივთებში. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 80 ლარი. დაბადების დღე მქონდა და მაგით შევაფრავე. მე რომ გავიზრდები ხელფასი მიქნება 6000 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი ტანსაცმელების მაღაზიას. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს ჩუქრს რომ ჩუქნიან. თაულის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შევასწავლე მაგალითად მაჩუქას სანათი და ბლოკნოტი. წელს მინდა მაჩუქოს ტელეფონის კალა. ჩემი არის თაულის ბაბუა, არის 60 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის გურა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის თომა ფუტკარაძე. ყველაზე ცელქი არის საბა აბაშიძე. ყველაზე ჭკვიანია ელენე აბულაძე. ყველაზე მშვიდი არის ბარბარე ქამადაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნონა ფუტკარაძე. ის არის ლამაზი, კეთილი, შრომელი, მეგობრული. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მოცეკვავე, იმიტომ რომ ცეკვა ძალიან მიყვარს. უკვე 3 თვეა დავზივარ ცეკვის წრეზე. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი. ცოტა ბავშვი ვცნავდი და ნერვიულობდი. პირველ დღეს გავიცანით მასწავლებელი და დავიწყეთ ვარჯიში. თავიდან ყველაზე უფრო მეტად გამიჭირდა გაწერილვა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი ილეთი არის ეს. ერთი სული მაქვს მალე მქონდეს კონცერტი და ვიცეკო დიდ სცენაზე. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, იმიტომ რომ ვიქნები უფრო ჭკვიანი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ძმა, ძაღლი და კატა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია მელდა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, ხიარული და შრომელი. ჩემი ძმა არის 5 წლის და ქვია ნიკოლოზი. ნიკოლოზი არის ცელქი, უყვარს თამაში და ცოტას გვაბრაზებს. ჩემი აზრით მელდა რომ გაიზრდება გამოვა ექიმი და ნიკოლოზი რომ გაიზრდება გამოვა მეზღვაური. მამიკო არის კეთილი, შრომელი და ყველაფერს გვისურვებს. არის სიმპათიური, შრომელი, კარგად იცის ცურვა. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ყურადღებას აქცევს და ბევრ დროს ატარებენ ერთად. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ჭკვიანი და ძალიან კარგად გვეხმარება დავალებების დაწერაში. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბებიას და ბაბუასაც ძალიან უყვარს ერთმანეთი. ჩვენ ვართ დიდი და მოსიყვარულე ოჯახი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია რომ არ მეზარება სახლის დალაგება და კარგად ვადუღებ ყავას. ყველაზე უფრო მსიამოვნებს ჭურჭლის დარეცხვა. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის წითელკანიანთა ბელათი. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ კონკიას. ჯადოსნურ ჯოხი რომ მქონდეს გამოვიგანებდი ბოლო მოდელის პლანშეტს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი სვანეთში, გურიაში და პარიზში. ყვავილებიდან მე ვგავა იას, ასე იმიტომ მგონია რომ იას აქვს კარგი სურნელი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მილენა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მილენა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მილენა რომ არ მერქვას, მერქმეოდა ბარბარე. ჩემ შვილებს დავარქმევ ელენეს და
საბას. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. ბედნიერება არის კარგი ოჯახი, კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.